რამდენიმე წუთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომა დაიწყება. დღესვე პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. შეხვდება კოლეგას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტს. დეტალებს ანა ბერძენიშვილი გაგვაცნობს. ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება, მათ შორის შუა დერეფნის პროექტი იქნება მთავარი განსახილველი თემა ორ ქვეყანას შორის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომაზე. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელსაც დაესწრება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი უზბეკ კოლეგასთან ერთად, როგორც ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მსგავს შეხვედრებს ექნება კონკრეტული შედეგები, დაიდება მნიშვნელოვანი დასკვნები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ლევან დავითაშვილის შეფასებით ორ ქვეყანას შორის გაიზრდება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე საქართველოში გაიზრდება ინვესტიციები, ასევე გაიზრდება დაინტერესება ტურიზმის მიმართულებით საქართველოსთან მიმართებით. შეხვედრა შედგება უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, გვექნება ასევე უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან პროდუქტიული შეხვედრები, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა ინტენსიურად. საქართველოში იყო უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია, ერთი კვირის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა უწყებასთან, კერძო სექტორთან. ჩვენ ვიყავით სულად ჩართული იმისთვის, რომ კონკრეტულ პროექტებზე გქონდეს საუბარი და კონკრეტული შედეგები დადოს ამ შეხვედრებმა. ჩვენი მოლოდინია, რომ სავაჭრო თვალსაზრისით ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ასევე გაიზრდება ტურიზმის მიმართულებით დაინტერესება საქართველოს კუთხით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე იქნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოვიზრდოთ უზბეკეთიდან ინვესტიციები, მათ შორის ასევე შევუწყოთ ხელი საქართველოსთან ქართული კომპანიების უზბეკეთის ბაზარზე გაფართოებას. მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი პირისპირ შეხვედრაზე უკვე შეხვდა თავის კოლეგას, მანამდე კი შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკ კოლეგასთან. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, აღინიშნა, რომ გაიზრდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის პროექტზეც. განვიხილეთ სხვადასხვა სფეროები, სადაც შესაძლოა საქართველოსა და უზბეკეთს შორის განვითარდეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ის რაც საქართველოს ინტერესებშია, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, სასიკეთო იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რაც არის ფართო რეგიონში, გავლენებზე, რასაც ეს ვითარება ახდენს ჩვენს ქვეყნებზე და თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ორივე ქვეყანა იზიარებს მშვიდობის და სტაბილურობის აუცილებლობას. უზბეკეთში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. დღესვე პრემიერ-მინისტრი შეხვდება უზბეკეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ეს ანა ბერძენიშვილი იყო.